მოგესალმებით ძვირფასებო. როგორ ხართ? გეგა საწაიხე წიგნი. მომიტანე ერთი წამიდე. მოკლედ ძვირფასებო, დღეს წავედით ქალაქში მე და ლიკა. ვერ მოვიფიქრე რომ გადამიღო ვიდეო. მე მაინც ეხა ამ ბოლო დროს ისე ვარ რომ სულ მერიდება ხოლმე რომ აი სადმე რომ მივდივარ რაღაც გადაღება და ასე შემდეგ. გოდე ჩაუწიე ხმას. გოდე არ ქნა, ესე არ გააფუჭო, ისე არ გადაშალო. მოკლედ ჩვენებური დედაენის წიგნი ვიყიდეთ დღეს. მიხვათ. ასეთი გაწყობით იყო თუ არა ის არ მახსოვს ჩვენი ზუსტად გამოიწიე და ეს პასტები ტემოდან მქონდა გამოწერილი ორი ესეთი პასტა და მე შიგნით ჩასადებით ტენები თუ რასაც ეძახიან ესენი მოყვებოდა რამოდენიმე მე მგონი 10 წელი და მაქვს გამომადგა ეხა ვეძებე სად შევინახე ანუ ბიჭო დამაცდი ვიდეოს უწერ ღმერთო გაიწიე დავაწერინე ეხა დავალება რაღაც ვასწავლე პირველი გაკვეთილი ჩაუტარე გეგას სადღაც 9 საათიანიც არა იყო სიმართლე რო გითხრათ წერას მოუნდა უფრო მეტი დრო თორე ავუხსენი 1-2 სიტყვა ვუთხარი და იმის მიხედვით ეს წიგნი უყიდე ძალიან მომეწონა ეს 10 ლარი ხალხო დღეს საკანცელარიოში დავხარჯე 82 ლარი ლიკა მივყვებოდა და ხედავდა სამივე ბავშვისთვის და წარმოიდგინეთ გოდეს ფლომასტერები არ ვუყიდე სახატავი რვეული არ ვუყიდე და თითო სახატავი რვეული ვუყიდე ერთი ოდნავ დიდი და ერთი პატარები, მაგრამ გოდეს პასტები, რვეულები ვუყიდე ფლომასტერები ვუყიდე ამათ რა ვიცი მოკლედ 82 ლარი გავიდა, მაგრამ სახაზავი, საშლელები, ყველა სამივეს ვუყიდე ერთნაირად, უფრო მეტი რვეულები ვუყიდე მხოლოდ გოდეს თორე სხვა ყველაფერი ფლომასტერი გოდეზე არ მიყიდია. ამათ უყიდე 12 ცალიანები და ეს წიგნი უყიდე გეგას. მინდა რომ სახში ცოტა რამე ვამეცადინო. გოდემ ასოები იცოდა და მინდა რომ გეგამაც იცოდეს. აი, როგორც ჩვენი იწებოდა ჩემი ბავშვობის. აი, ისე არის ესეც და ამაზე მინდა რომ ვასწავლო. რვეული არ მიყიდია, სიმართლე რომ გითხრათ, ლიკა მომცა რვეული პირველი კლასის. ხო და არა აქვს წამოწყება, მაგრამ მე დაუწერ და იმის მიხედვით ვამეცადინე. როგორც გოდეს მაგალითად აი ამ პასტით და მე თავისით ისწავლა, ძალიან ადვილად სამივეს გეფიცებით მე ხელით არც დავხმარები ვარ ისე, სულ თავისით დაწერა ეგ და ვიდეოსაც დაგირთავთ. ხო და მინდა რომ ამით თითო დღე, თითო გაკვეთილი გაიწირა და გაკვეთილი ხო და მოკლედ ადამიანი შევწივილი კივილი იყო ეხა ტელევიზორიც უნდა და რა გამიკეთა. ხო ხედავთ რაც გამიკეთა. იმით მე ქვია იმას რომ დავშალე და რომ ავაწყო იმის რკინა არ არის მაგი, მაგრამ რკინის გავსი რაღაც ხო არის და იმით პირდაპირ მომართა. მოკლედ ეს გუშინ გამიკეთა ეგ. ხო თავარია ეხა სკოლა, ბაღი მოვჩი, პაპკაც უყიდე ამას. ჩაულაგე ყველაფერი, მოგიტანთ ხა გაჩვენეთ. ჩანთა ჩავალაგე და შევინახე და ჩანთას ვერ გამოვიდა. ეხლა აი ეს მე შარშან მოყიდე ადას. აი აგერა წერია ადა ჩანგედია. აქ ელვა მომძრალი იყო, მაგრამ ის გავაკეთე. 5 ლარად უყიდე ესენი. წელს ეხა 6 ლარი ღირდა, მაგრამ კომპიუტერის არისო. ამიტომ ესენი ბაღში დასატოვებელია. ესენიც ბაღში უნდა მივიტანო და იქ უნდა დავუტოვო. ესე უდევთ ყველაფერი. ფანქრები, წებო, სათლელი, ფლომასტერები, სახატავი რვეული, პლასტელინი. აი ესენი ყველაფერი უდევს. შაშან მივიტანე, ოღონდ მივიტანე გოდეს ბაღი რო დაამთავრა, ალბომი რო გადავიღეთ, მე საჩუქრად მისცეს და ის მივიტანე, მაგრამ ვერცად ვერ ვიპოვე. ხო და არ ეწერა. ეხლა როგორ მე უნდა დავაწერო? ეს შევინახოთ უნდა. და ადასაც იგივეები უდევს ყველაფერი.
უნდა შევინახოთ, ბაღში უნდა მივიტანოთ. გამზადებული მათ დაიწყება და ეგრევე მივიტანდა. ეკნებათ იქ. სექტემბერში იწყება. ესენი. ეს პაპკავუტი და ლარიხი და მეტი არა. დე. ია. ია. აი. ია. კოჩახ დიდო. განწირადი თავი. ბოლომდე მიყევი. ყოჩახ, კაი ბიჭი ხარ. კაიდი. გოდი არ შეუშალოთ, ხო? ყოჩახ, სუპერ ბიჭი ხარ დედიკო. სუს გავს ცოტა. მიდი. არა დე, სუს როგორ გავს გოდე? აი ინგლისურ სუს ის. ცოტას რო იმას იზარკე. კაი მოატრიალე პასტა. მოატრიალე. არ უნდა წაშლა, გადაყევი. გადაყევი. ეს საშლელიანია, ტემუდან გამოწერილი მაქვს და არ მინდა ეს წიგნი გავაფუჭებინო, გაჩვენებთ ეხა ეს რა წიგნია. დღეს ვიყიდე ეს წიგნი. გაგერია? ყოჩახდე. ჩემნაირია? არა. ესეთი წიგნი არ ქონდათ და ეს არის ძველებური ჩვენებური. ჩვენ რო გავდიოდით სკოლაში ისეთი. ნახე, ეცა მიმიში დედიკო. აი ესეთია ძვირფასება. ყურეთ. იაკო გოგებაშვილის დედაენა და ჩვეულებრივად როგორც ჩვენ სწავლობდით აი ისეთია. იადილია. ესეა. კაი, მაგრამ ჯერ რა დაამთავრე. მიდი. და ვცდილობ, ეხლა გეგას ვასწავლო. 1 2 3 4 5 6 7 13. კაი, დაწერე ბოლომდე. 13. თავისი თუ დაწერს ის მაინდი. არა ზემოდან არა. ხო, აი დაწერე ი. ხო, აი ის უნდა დაწერო ეხა. იქ ახლოს არა, ორი უჯრა გამოტოვე. აი აქ. აი იქ. ხო. ი. დააგრძელე, ოჩახ. ეხა დაწერე ა. დაწერე ერთი უჯრის მერე. ხო დედა, ხო, აი ის დამასადე. აი აქ უნდა დაწერო. აი აქ, ოჩახ, სულ თავისი. ორი უჯრა გამოტოვე. ყოჩახ იქ. ი. ერთი უჯრა გამოტოვე და მერე აი იას მაგირა ჩვენ იას ვწერთ მე მგონი, კაი არა უშავს. არა, ერთი უჯრა. აი აქ. არა, ერთი უჯრა გამოტოვე, ის გამოტოვე. აი, აქეთ ერთი გამოტოვე, ღმერთო. დაწერე ა. არ დააპატარავო ოღონდ ძალიან, კარგი? აი, იას ვწერთ ჩვენ. რასაც გაჩვენ მითხარი. რასოა ეს? ყოჩახ. ეს? ყოჩახ. აბა ეს წამიკითხე. ეს რასოა? ეს. ხო, პირველი. რასოა? ეს რასოა? წაიკითხე კიდე? ესე იგი რა გამოვიდა? ყვავილი. რა ყვავილი? წაიკითხე? ერთად წაიკითხე. წამიკითხე. ესე იგი ეს არის დედიკო, ყვავილი ია. ია. აქ რა წერია წაიკითხე აბა? წამიკითხე თავიდან ეს რასოა? ეს რასოა? ყოჩახ. აბა? აბა აქ? ეს?
აი ია. კაი ბიჭი ხარ. აი ესე დაწერა. მოძა კიდევ ისწავლე. არა, ჯერ ერთი გაკვეთილი ერთი დღე ყოფნის. კიდე მერე ის ისწავლე ჯერ კარგად დაიმახსოვრე. თუ არა მოგივარდეს ტვინიდან. სუპერ ბიჭი ხარ. ეხა ქვემოთ კიდე გააგზელე. ყოჩა. სუპერ ბიჭი ხარ. აქ. დაიწყე. არ არის? ყოჩა. კიდე გინდა კითხვა. წაიკითხავ კიდე თავიდან. აბა რა ყვავილი გამოვიდა ეს? ია. ყოჩა. აბა დაიწყე. შენით. მიდი. ყოჩა. კიდარია. აგეჯე. აი. ხო, წაიკითხე. ჩანხარ. ყვავილი? ია, სუპერ ბიჭი ხარდე. ესეც გეგას ნაწერი. აი, ესე გამოიყურება გეგას ნაწერი. ეს ნახე დაიცავ თქვა დედიკო. ეს კი გადაიარა წერტილებზე, მაგრამ აქ ამეს იქეთ სულ თავისით დაწერა. მოკლედ ეხა მოუნდა ადას ბაღში ხალხო, ეხა უნდა ბაღში, თორე ბარი რო არის ადრე ადგომა ეზარებას. ეს ვიყიდე ჩემთვის. რა ვიყიდე კიდე? ამათ ის ვიყიდე. მონეტები, შოკოლადები, 12 ცალი რო გაიყოს თქო. დიდები იყო. ხოდა რა ვიცი ხალხო. წავიდა 82 ლარი. და ლიგა მეუბნება შენ 3-ზე დახარჯე 82-ო და მე 1-ზე დავხარჯეო, იქ ჩავტოვეო 53 ლარი დავტოვეო მეო. ხოდა საშლელები უყიდე კიდე გოდეს სხვანაირი მოკლედ პასტის თუ რაღაცის მსგავსი ის უყიდე პასტას როშლის მაგას რა ქვია. ის ვიყიდე, იმიტომ რომ დიპლომზე იყო შეცდომით გოდეს გვარი დაწერილი, ჩანგელიძე ეწერა და ვერ იმას ვქენი მაგი. ვერ გავაკსწორე, მე დანით და ამოუჭერი და ისე დავწერე მოკლედ რაღაცნაირად გადავაკეთე და მე ლამინირება გავუკეთე გოდესასაწი უკვე. კორექტორი. ხოდა რა ვიცი, იმედია იმ ფლომასტერებს აქეს და კარგია. იმიტომ რომ საჩუქრებში რო იდო, გოდე იმის გეგას საჩუქრებში ფლომასტერები ის კარგი იყო. არა და არ გაშრა, ხალხო სულ იყენებენ, სულ ხატავდნენ, სულ ჩხაპნიდან რაღაცებს და მაინც ვარგა. კაია. ცოტა აქ შემორჩენილი, მაგრამ თავები დაკარგეს და ისე მიდევს. ფანქრები იმიტომ უყიდე, რომ ფანქრები სულ იმაშებოდნენ, ესენი ხარჯავდნენ, ხატავდნენ, ზოგი გატეხეს და ამიტომ ფანქრებიც უყიდე. 7 ლარებში. ხო, გოდეს უყიდე ჩასადები ყველაფრის. გოდესი რომ მქონდა ნაცრისფერში, იმას გეგას მივცე. მაგრამ ეხლა ვერ გავიგე, ამ პაპკებს იქ რო დავატოვებინებ, ჩანთით კიდე უნდა გავატანო, იმასაც ვიკითხავ, რა ვიცი, კიდე უნდა ვიყიდო. მაგრამ მგონია კიდე რომ უნდა ვიყიდო, იქ ტოვებენ და მე აძლევენ, მე მგონი ბავშვებს თავიანთ ნივთებს, მაგრამ ესენი რა ვიცი წელს როგორი ივლიან. ნახოთ. ხო, მაკრატელიც მაქვს, ყველას აქვს და ჩაუდებ მაკრატელსაც. ადას ვარდისფერი აქვს, გეგას ლურჯი აქვს, გოდესაც ცისფერი აქვს. წებოები ჩული. მოკლედ 10 მჭირდებოდა, ყველაფერი მაქვს ეხლა. გოდეს თუ დასჭირდა ფლომასტერები, მე გოდეს ფლომასტერებს მე დავუმატებ. ეხლა არც არის გვიან სექტემბერში ჯერ ნორმალურად არ იმას იქნება. 15-ში დაიწყება და აგერ 19-ისთვის ხელფასი იქნება და ვუყიდი მე შეუძენ. ესე ჩემო კარგებო.
მერე წავედით ახალ მაღაზიაში, დღეს ვერ გადავიღე, მაგრამ მერე წავალ და მერე გადავიღებ, ჩემ გამომწერს შევხვდი რუსუდან დანილიას, თურმე აქაურია მე მგონი. აქ გარადოკელი არ მგონია, მე რა სენაკელია მგონი და ძალიან გამეხარდა. ძალიან კარგი გოგო, ძალიან კარგი და საყვარელი გოგო შემხვდა. ძალიან კაი მაღაზია, ფასებიც, კი, ძვირიანებიც არის, მაგრამ დაბალფასიანებიც არის, ფეხსაცმელები. გოგოების ეხა მე რომ მიყვარს მსგავს რაღაცები, არ შემხვედია დაბალფასიანი. ერთი პასანჩკი მომეწონა, მაგრამ 60 ლარი ღირდა. ხო და არ მინდა შეიჭირი, მე პასანჩკები ხო ვიყიდე. კორწილისთვის რო ვიყიდე, ხო გახსოვთ მისი ადრო ავიღე. ეხა მაქვს მაგის თანხა გადადებული, მაგრამ იმ გოგოს დედა მოუკვდა და თან დარეკვაც მერიდება. კი სამძიმრე. მაგრამ ტელეფონით არა, იქ Facebook-ზე რო წერენ, იქ მიუსამძიმრე. მუხას უნდა და ფეხსაცმელი და სურათები გადავუღე, ჩავუგდე 35 ლარად ხალხო რა კაი ბოტასები. არ ვიცი ხა როგორი გამძლე იქნება, მაგრამ გოდე მუსიკის ხმა არის, დედიკო და ჩაუწიე. ხო და ეს ხო მე მინდოდა რაღაც უნდა გამერკვია და იმაზეც მივედით ლიკა მიმყვა იქ. სპეციალურად იმისთვის გამომყვა ლიკა მე რო არ ვიცოდი. და ეხა სკოლის დასაწყისისთვის მე თბილისში რო ვიყავი, რომ მუშაობდი, სკოლა რო იწყებოდა, იქ ჩვენთან მარკეტში შემოდიოდნენ დილიდანვე და ყველაზე ადვილად კი არა და ყველას ანუ საღდებოდა რა გასასაღებელი იყო ეს ვის არ უყვარს რაფაელო და ფერერო და რაღაცები და თუ რამე მომჩება მე გოდეს ისე არ გავუშვებ რამეს მეც წავაყოლებ რა ყველა მივდივართ მუხა მეც ესენიც უნდა წავიყვანო ანუ როგორ რას მოვახერხებ ესეც არის იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ესენი ბაღში მივიყვანო ეს სკოლაში და როგორ იქნება არ ვიცი თან მინდა რომ გოდესიც გადავიღო ესენიც გადავიღო რას როგორ მოვახერხებ არ ვიცი ან უნდა გავნაწილდეთ მე და მუხა წაყვება ამათ ბაღში მე გოდესთან დავრჩები გოდესთვის მინდოდა იმ ჟილეტისთვის და შარვლისთვის რამე მსგავსი ანუ თეთრი და ლურჯი ზოლებით ფეხსაცმელი დაბალზე რო ყოფილიყო ეხა კლასიკურს ტუფლებს ეგა არ ვიცი არც ჩაიცმევს და არც მინდა ესეც ძვირიანი რამე მაგრამ ვერ ვიპოვე ვერსად იქ ტემუდან აწი რა ვიცი თან რომ მომეწონა ეგეთი გოდეს ზომა არ იყო თორე ზუსტად იმასთან რო წავიდო და ეგეთი იყო ხო და მოკლედ ეს ხო ეხა კიდე გეგაზეც დამიწერა მაშინ ადამიანმა რომ ანუ გეგას ვერ ვუყიდეო გეგას ეხლა ვუყიდე კიდე გამოუწერე ტემუდან აქ ჯემბრები და ზედა რო იყიდო 20-25-ის ნაკლებად არ არის ბოდიში თოცადაც თუ შეხვდით აი რაღაც ძალიან უბრალოს და ადვილად რო ფუჭდება ზოლიანები რო გაჩვენეთ გოდეს სუსტად ისეთები 17 ლარებში გამოუწერე გეგას მოვა ორ კვირაში შარვალი დავუმატე გოდეს სპორტულების ფასი დაიწევს ეხა აქვს და სპორტულების ფასი დაიწევს და სუსტად ისეთი მინდა და ამიტომ ველოდები ფასდაკლებას იმ სპორტულებზე ჩავტოვე ჩემს ანგარიშზე 45-ზე მეტი მაქვს თანხა რომ მე 40 ლარი არის მინიმუმი ტემოზე რომ შევუკეთო და გეგას რო გამოუწერე მაგისთვის ჩავტოვე ერთი დავდე მეორე არის 3 4 5 ესენი 3 ცალი ხაჭაპურები უნდა გამოვაცხო და ესეთები რჩება კიდე ცომი აგერ ყველი აგერ ლობიანი იმედია 5 ლობიანი გამომივა ერთი ცხება უკვე ორი გამოვაცხე და ასე ვანაწილებ ეს წყალია ხალხო
ეს ადას მიუტანე ერთი წუთი. აშენ ის ადას. ეს შენ ადას წყალი მიაქვს. ეს ყველიანი. მოკლედ ხაჭაპური, ოღონდ ტაფაზე გამოვაცხობ, 3 გამოვიდა. ეს ხაჭაპური არ გიღებნი და როგორ რამდენი სუნდა გაჩვენოთ. აი